ქალთა და შშმპირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკეს დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი, შშმპირის დედა, აუტისტური სპექტრის მქონე ძალიან ლამაზი ბიჭის მშობელი. წლის და 7 თვის იყო ნიკოლოზი, როდესაც უცაბედად შეწყვიტა კომუნიკაცია ჩვენთან და რაღაც თავის სამყაროში ჩაიკეტა რა. არ გვიყურებდა, არ ქონდა თვალის კონტაქტი, არ გვიზიარებდა თავის ნივთებს, აღარ მეძახდა დედას, მიზან მიმართვა აღარ ქონდა არავის მიმართ, უბრალოდ აი ესე ხელით გვანიშნებდა, რომ ეს უნდა და მორჩა, ეგ დამთავრდა და მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ მქონდა ძალიან დიდი სამუშაო ნიკასთან. და ამ დროს, როცა ძალიან მჭირდებოდა მეორე ნახევრის ხარდაჭერა, მესმის, რომ იცი რა, ჩვენი შვილი არის დებილი და მოდი შევწყვიტოთ ამ თერაპიებზე რაღაც ფულის ყრა და ხარჯვა და მივიღოთ ჩვენი შვილი ისე როგორც დებილი. როდესაც ხარ ახალბედა მშობელი, ხარ იმაზე უფრო მეტად კონცენტრირებული საკუთარი შვილის განვითარების პროცესზე და წარმოუდგენელია ამ დროს შენ როგორც დედას გამოგეპაროს რაღაც არ არსებობს. თუმცა თავარი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ არ გეპარება შენი შვილის განვითარების პროცესში, როგორ მიდის და როგორ ვითარდება შენი შვილი, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროთ და ამ თვალის გასწორება უნდა მოხდეს ზუსტად ჩვენი შვილის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. და ეს ძალიან ბევრ მშობელს უჭირს. მე მაშინ ცხოვრობდი მეუღლესთან ერთად და მე ვიყავი ორიდან ის მშობელი, რომელმაც პატარა განგაშის ზარი შემოკრა, რომ ბავშვი არ მეტყველებს, ბავშვის განვითარების ეტაპები შეჩერდა და ბავშვს სჭირდებოდა მხარდაჭერა და დახმარება. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, პირველ რიგში საკუთარ თავთან ამისი აღიარება, რომ ჩემი შვილი არ იყო ისეთი, როგორც იყვნენ სხვა ბავშვები და არ ვითარდებოდა ისე სწრაფად, როგორც ვითარდებოდნენ სხვა ბავშვები. მეც მიჭირდა თავის დროზე ამისი აღიარება და ამისთვის თვალის გასწორება, თუმცა ძალიან სწრაფად შევძელი მობილიზაცია და ძალიან სწრაფად გადავწყვიტე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემ შვილს მჭირდებოდი და უნდა დავხმარებოდი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ძლიერი ნაბიჯი, რომელსაც დგამ შენი შვილისთვის რა. მეორე ნახევარი საერთოდ ჩაეხსნა ჩემს გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც ის ამბობდა, რომ ჩვენი შვილი დებილია და მას არ ჭირდებოდა არანაირი თერაპია. მახსოვს ძალიან მეწყინა, აი ყველაფრის პატიება შემიძლია ადამიანისთვის, ყველაფრის. ზოგადად როცა ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, შენ თვითონ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც აიტანო და ძალიან ბევრი რაღაც გაატარო და ძალიან ბევრი რაღაცას დახუჭო თვალი. თუმცა მე ვამბობ, რომ არაფერზე თვალი არ უნდა დახუჭოთ და არც ერთი ტოქსიკური ურთიერთობა არ უნდა იტანოთ, იქნება ეს საყვარელი ადამიანი, იქნება ეს მშობელი, იქნება ეს მეგობარი, იქნება ეს მეზობელი, არა. პირველი არის საკუთარი თავი და საკუთარი თავის ჯანმრთელობა და ჯანმრთელად ყოფნა. და სხვათა შორის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ნაბიჯების გადადგმა დამაწყებია, იყო ბრაზი. აი ეს რაღაც შიგნით აკუმულირებული ბრაზი, რომელმაც უბრალოდ ამოხეთქა ერთ დღეს და ვთქვი, რომ ანუ ეს არ არის ის, რაც მე მინდა და ეს არ არის ის, რაც უნდა ჩვენ შვილს, ჩვენს საერთო შვილს. განქორწინების მერე უკვე დაიწყო მეორე ეტაპი, რეალურად დაიწყო მეორე დიდი ბრძოლის ველი და ამ შემთხვევაში გზა ორად გაიყო. ერთი ბრძოლის ველი ჩემთვის იყო ნიკუშას დიაგნოზი, იმიტომ რომ მე უნდა გამეგო რა ჭირდა ჩემ შვილს და დღეს ვიცი რომ არაფერი არ ჭირს. ნიკოლოზი უბრალოდ არის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი, ის ესეთი დაიბადა, ესეთი ნეირონებით არის, ესეთი ტვინით არის და მე ჩემი შვილი თავიდანვე ჯერ კიდევ მუცლიდანვე მიყვარდა ისეთი როგორიც იყო და ამან მომცა ის ძალა რომ მე მიმეღო ის სრულიად ისეთი როგორიც არის.
ეს იყო პირველი და ის დიაგნოზი, რომელსაც ველოდებოდი, დადასტურდა არა ერთი ფსიქიატრისგან და ნევროლოგისგან, არამედ მე დავდიოდი მიზანმიმართულად ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან, ნევროლოგებთან, რომ გამეგო რასთან მქონდა საქმე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო რაღაც ახალი. მე არ ვიცოდი რა იყო აუტიზმი, მე არ ვიცოდი როგორ უნდა მოქცეულიყავი ჩემ შულთან, მე ვიყავი ახალბედა დედა და შიშით ძალიან ისეთი ამბავია რა და ძალიან გრგუნავს მაგ დროს, თუმცა ამ ძალას ყოველ დღე მაძლევდა ზუსტად ის, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებდი ნიკუშასთვის. და მეორე ეტაპი, რომელიც უნდა მომმეგო ეს ბრძოლის ველი, იყო ჩემს ყოფილ ტოქსიკურ მეუღლესთან ურთიერთობის სრულად დასრულება, განქორწინება და სამართლის ხო რა სამართალმა უნდა იზეიმოს მე ესე ვთვლი, როცა ურთიერთობაში ერთი ადამიანის მიერ მეორე არის ჩაგრული, იქ აუცილებელია რომ სამართალი ჩაერთოს და იმუშაოს ამ სამართალმაც ისე როგორც საჭიროა და არა ისე როგორც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში საქართველოში გვაქვს ესეთი პრეცედენტები რომ მუშაობს ქალებთან და ამ ყველაფერთან ერთად იყო მესამე ბრძოლის ველიც ჩემი ფსიქიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო მდგრადი. შენი შვილის დიაგნოზის გაგება ყველა საჭირო სერვისში მისი ჩართვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის დროს არც ერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს, არც ერთი წუთი. და რაც უფრო სწრაფად მიიღებს მშობელი შვილის მდგომარეობას, მით უფრო წინ წავა მისი შვილი განვითარების ეტაპებით. ზუსტად ყველა კვლევა, წარმოიდგინეთ, არ მუშაობთ, ყავთ არასრულწლოვანი 4 წლის და გიწევს შენ კვლევების ჩატარება, რომელიც ძალიან ძვირია. ძალიან ძვირი ჯდება დღეს მიხვიდე ფსიქიატრთან და ბავშვის სწორი დიაგნოსტირება შეძლო. მით უმეტეს ძვირია თუ რამოდენიმე ცენტრს აკითხავ ამისთვის, ხო? იქ ADOS-ის ტესტი დგება, ADOS-ის ტესტი გვაძლევს პასუხს აუტისტური სპექტრი არის, არ არის, როგორია განვითარების ეტაპები, ასე შემდეგ და ეს ყველა ვიზიტი არც ერთი არ ფინანსდება არავისგან, ხო? იმიტომ რომ შენ ხარ კვლევის ძიების პროცესში, შენ არ იცი შენი შვილის მდგომარეობის შესახებ არაფერი, შენ უნდა გაიგო. შესაბამისად, შენ უნდა გადაიხადო ეს თანხები და მადლობა ღმერთს, რომ ყავს ძალიან მაგარი სამეგობრო, რომელიც დღემდე ძალიან გვერდით გვიდგას მე და ნიკოლოს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ამ ყველაფერში ის, რომ შენ უნდა დარჩე სტაბილური. ნახე, შედიხარ სასამართლო პროცესზე, სადაც უზიხარ ნარცისს, რომელიც გიმტკიცებს, რომ პირიქით შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე, შენ ხარ ცუდი დედა, ჩვენ შულს არაფერი არ ჭირს, შენი ბრალია თუ რამე ჭირს და ამ რეალობას უნდა გაუსწორო თვალი ისე, რომ შენ დარჩე მდგრადი. და დარჩე მშვიდი და გაწონასწორებული და ამაში ძალიან დამეხმარა თბილისის კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია ძალიან დამეხმარა, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალთა საინფორმაციო ცენტრის ფსიქოლოგი ანი, საქართველოში არსებული ძალიან მავნე სტერეოტიპები, რომ რადგინდა ეხლა შენ ფსიქოლოგი ჩვენიცი რეები გადაგვიტანია და რეებს გაუნკლავდით ერთად, რადგინდა ეხლა შენ ფსიქიატრი გიჟი ხარ, ანუ ფსიქიატრი თუ კი თქვენ გრძნობთ თქვენი ემოციური ფონის დისბალანსს, თუ კი თქვენ ცუდად გძინავთ, თუ კი თქვენ გაქვთ შფოთვა, თუ კი თქვენ გაქვთ ემოციური ფონი ისეთი, რომ ეხლა კარგად ხარ, მერე ცუდად ხარ, იქ სადღაც დეპრესიაც არის, იქ სადღაც არ არის ის კომფორტი, რომელიც უნდა გქონდეს შენს სხეულს და შენს გონს, არის აუცილებელი. აღმოჩნდა ამ ყველაფრის ფონზე ვიყავი ძალიან აქტიური, ჩემი ორგანიზაცია ზუსტად მაშინ დაარსდა, მაშინ დავიწყე ხმამაღლა საუბარი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ბრძოლა, ასე ვთქვათ, ჩემი გადაცემებით, ფიქაფი პირველად გავიდა ინტერნეტ სივრცეში, სხვა შორის ჩემი ფსიქოლოგის სახლში ვწერდით ამ გადაცემებს და ხო, ეს იყო ჩემი თერაპიაც რა. მე თან საუბრობდი ჩემ ტკივილზე, საუბრობდი ჩემს ცუდ გამოცდილებას ვაზიარებდი და მე მომყავდა გადაცემაში სტუმრად ის ქალები, რომლებსაც ძალიან ბევრი ჰქონდათ საქმე და რომელსაც ასევე ძალიან რთული გამოცდილება ჰქონდათ. მომყავდა გადაცემაში სტუმრად შეშუმპირების მშობლები და მათ გამოწვევებზე ვსაუბრობდით რა და ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, რომ მე მქონდა პოსტტრაუმული აშლილობა.
და მაშინ მითხრა ფსიქიატრმა, რომ მიხედავთ იმისა, რომ საოცრად გამოიყურები, ძალიან ლამაზი მაკიაჟით გვიზიხარ და ძალიან აქტიური ხარ, შენ გაქვს პოსტტრაუმული აშლილობა, ისე როგორც ყველა ქალს, რომელმაც გამოიარა ის გზა, რაც გაიარა შენ. არ ვჩერდებოდი არც ერთი წუთით, აი რაღაცნაირი მუხტი, რომელიც ჩემში დაიბადა, პროტესტის მუხტი იყო ეს, თუ იყო ბრძოლის საჭიროება იმისა, რომ ხედავდი, რომ ძალიან ბევრი მშობელი იყო ჩემნაირად რა, ძალიან ბევრი დღემდე ითმენს ამ ბევრ რაღაცას, ძალიან ბევრი მშობელი დღემდე მარტო უძღვება საკუთარი შვილის მდგომარეობას, იმიტომ რომ მეორე ნახევარი გაიქცა, ფაქტიურად გაიქცა. და არამედ თუ არ აღიარა მან თავისი შვილის მდგომარეობა, არამედ ის ამტკიცებდა, რომ მე ვიყავი ამ ყველაფერში დამნაშავე და ესეთი ქალები, ვიცი, ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ, რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ შვილს რაც ჭირს, არის შენი ბრალი და ეს დედისთვის არის 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მატრამვირებელი ამბავი. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ძალიან ხშირად ვესაუბრები მშობლებს და სულ მაინტერესებდა რა ტიპის გამოწვევების წინაშე არიან ისინი. ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, რომ იმდენად დაიღალა და იმდენად უჭირს გამკლავება მდგომარეობასთან, რომ ხშირად ფიქრობს სუიციდზე. და მაშინ მივხვდი, რომ აი ეს ის ქალებია, რომელსაც ყველაზე მეტად ვჭირდები და ეს ის დედებია, რომლებსაც ყველაზე მეტად ვჭირდებით. და როდესაც მაღაზიაში შემოდის პატარა ბიჭი და ყვირის და ტანტრუმს აწყობს, შენ არ უნდა დადგე და არ უნდა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მე რა უზრდელი ან როგორ ვერ გაზარდა მშობელმა. არა, მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, უბრალოდ თქვენ უნდა დასვათ შეკითხვა, ხომ არ არის აქ საჭიროება იმის, რომ ხარდამჭერები გავხდეთ იმ დროს იმ მშობლების და იქნებ მშობელმა გადადგას ნაბიჯი და გაგიზიაროს, რომ მის შვილს აქვს მდგომარეობა, რომელთა გამკლავებაც არ არის ხშირად მარტივი. აი ეს არის სწორი მიდგომა ყოველთვის ადამიანებთან და ჩვენ უნდა დავასრულოთ ის რაღაც სტერეოტიპები, რომ მე რასაც ცოდავია თუ შშმპირია და რაუბედურია დედამისი და ასე შემდეგ. არა, ჩვენ გვყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებსაც აქვთ საოცარი სამყარო, რომლებიც იმისათვის, რომ გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი და ისინი არიან, უბრალოდ მათ ჭირდებათ დახმარება იმაში, რომ ჩვენ გაგვიგონ აქეთ და გაიგონ თუ რატო ვართ ჩვენ ასეთი უცნაურები და არა ისინი. ინკლუზია არ ნიშნავს ბავშვის ბაღში და სკოლაში მიღებას. ინკლუზია ნიშნავს შშმპირისთვის იმ გარემოს შექმნას, რომელშიც ის თავს კომფორტულად იგრძნობს, ბედნიერად იგრძნობს და მის კლასელებს, მის ბაღელებს, მის ჯგუფელებს ეცოდინებათ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც მათი მხარდაჭერა ჭირდება. და დღეს ეს გააზრებული განათლების სისტემაში მყოფ ბევრს არა აქვს სამწუხაროდ. ჩვენ არ გვაქვს სახელმძღვანელოები, აი ძალიან მარტივად რომ დავიწყოთ, სახელმძღვანელოები, რომლებიც არის მარტივად საკითხავი სახელმძღვანელოები. არის ესეთი სახელმძღვანელოები საზღვარგარეთ, შეიძლება გავაკეთოთ შშმ ბავშვებისთვის სკოლებში და ბაღებში. კი, აი ესეთი სახელმძღვანელოები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩემი შვილი სკოლაში მიდის, მას ყავს რა თქმა უნდა პერსონალური ასისტენტი, რაც ძალიან რთული საპოვნელია ასევე. აქაც პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ დაბალი ანაზღაურება აქვს ამ ასისტენტებს, გარბიან ყოველწლიურად იცვლებიან და მოდიან სტუდენტები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის მით უმეტეს ძალიან რთულია შეჩვევა ერთ ადამიანთან და მე ამ ადამიანის ჩანაცვლება სხვა ადამიანით და წარმოიდგინეთ ამავდროულად არის სახელმძღვანელო, რომელშიც ვერ აკეთებს ვერაფერს ამ სახელმძღვანელოსთან ერთად. მას სჭირდება თავის სამყაროსთან დაახლოებული სახელმძღვანელო, რომელიც გაუმარტივებს მას სკოლაში ყოფნას და მუშაობის პროცესში უფრო მეტად ჩაერთვება. მე ვთქვი, რომ მე მინდოდა და ძალიან დიდი ხანი მეფიქრებოდა ამაზე, რომ შემექმნა ისეთი სერვისი შშმპირების მშობლების მხარდასაჭერად, რომელიც აგრძნობინებდა ამ ადამიანებს, რომ ისინი არ არიან მარტო და ეს სერვისი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. არა მხოლოდ დედებისთვის, არამედ მამებისთვის და მეურვე პირებისთვის.
ინტერდისციპლინარული სერვისი, რომელიც თავის თავში მოიცავს ფსიქიატრის კონსულტაციას მშობელთან, რომ შეფასდეს მისი ფსიქოემოციური ფონი, ხომ არ არის იქ დეპრესია, საჭიროებს თუ არა მედიკამენტოზურ მხარდაჭერას მშობელი ან მეორე პირი. მეორე ნაბიჯი არის ფსიქოთერაპია მშობლების დასასრულელია, რომ ეს იყოს ჯგუფური ფსიქოთერაპია, სადაც მშობლებს გააძლიერებენ და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიც თავისთავად სხვადასხვა მეთოდებით შეძლებს მათ მხარდაჭერას. მესამე ეს არის ადვოკატირება, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე რა უფლებები აქვს შენ შვილს, შენ უნდა იცოდე რომელ სახელმწიფო სექტორს მიმართო საჭიროებებიდან გამომდინარე და როგორ მიმართო და რა მოითხოვ მათგან და რა სერვისები გეკუთვნის და თქვათ რა ტიპის მხარდაჭერას იმსახურებ და გააქვს უფლება რომ მქონდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მშობელმა იცოდეს. ეს ყველაფერი მოვარგეთ ფაქტიურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის შექმნილ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სერვისს, სადაც წერია, რომ peer supporter system, ანუ მშობელს აძლიერებს სისტემა არის შექმნილი და დავარეგისტრირეთ სამეცნიერო ნაშრომად ჩვენი პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი მწვანე შუქი იქცეს და გახდეს სახელმწიფო სერვისი. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გვინდა რომ დავეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ შშმ პირს, პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ მისი მშობელი, რომელიც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა. პირველი არის სოციუმი, რომელიც არ იღებს მის შვილს და მასთან უწევს მუდმივი მუშაობა. ფაქტობრივად ჩვენ თავად ვართ ადვოკატები ჩვენი შვილების. მეორე ეს არის უმუშევრობა, რომელსაც ყველა მშობელი ცდის თავის თავზე, იმიტომ რომ შშმ პირი ძირითადად მიჯაჭვულია ხოლმე ერთ მშობელთან და ირჩევს ერთ მშობელს და სახელმწიფო სამწუხაროდ არაფერს არ აკეთებს ამ მშობლებისთვის. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც წლების განმავლობაში არის უმუშევარი, მიუხედავად ჩემი დიპლომებისა, გამოცდილებისა და ბექგრაუნდისა, რომელიც მქონდა რა თქმა უნდა. და სოციალურ მოწყვეტილობაც განაპირობებს და ფინანსური კრიზისიც თავისთავად იმას, რომ შენ შეიძლება წახვიდე ძალიან მარტივად დეპრესიისკენ რა და მით უფრო თუ კი შენ შულს აქვს რთული მდგომარეობა, რომელიც არ არის ესეთი მარტივი სამართავი და ამ ყველაფერს მარტო უძღვები, იმიტომ რომ შეიძლება ოჯახში იყოს დედაც, მამაც, თუმცა ძირითადად მამები მუშაობენ და დედები არიან ხოლმე ბავშვებთან და აი ესეთი დედებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აი ეს სერვისი. ანუ 2024 წელს წარვადგინე პროექტი მწვანე შუქი პარლამენტის მუდმივ მოქმედ გენდერულ საბჭოსთან. გავაცანი და იციან რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ეს სერვისი საჭიროება ჩვენი მშობლებისთვის. იმ პერიოდში მხარი დაუჭირეს და ქალაქ რუსთავში ნინო ლაცაბიძის მხარდაჭერით ასევე რუსთავის მერის ჩაეშვა ეს პროექტი ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. ჩვენ ჩავატარეთ კვლევაც და სრული ინფორმაციაც რა შედეგებიც საოცარი შედეგები დავდით მშობლებთან ჯგუფური ფსიქოთერაპიით, ფსიქოგანათლებისა და კოუჩინგის სესიებით და გადავაგზავნეთ სრული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. და აქ რატომღაც გაჩერდა ყველაფერი და რატომ გაჩერდა? ამას ალბათ თქვენს ძალიან კარგად ხვდებით. დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტიურად შეწყვეტილი აქვს მუშაობა არასამთავრობო სექტორთან ჯანდაცვის სამინისტროს. უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტროს სერვისებზე მომუშავე კომიტეტის წევრი ვარ და არც ერთხელ არაფერი არ მომხდარა. კომიტეტები დატოვეს. ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ დატოვა და მე მათი ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც ძალიან გაბრაზდა იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. სამინისტრო რომელმაც უნდა გააძლიეროს ქალები, დაიცვას ქალები და განსაკუთრებით ძალადობა გამოვლილი ქალები. რა ვიცი მე მათი მხრიდან ერთი განცხადებაც ვერ ვნახე ისეთი, რომელიც რაღაცას იტყო და იქნებოდა მხარდამჭერი ქალების, რომლებიც იცემა იმ პროტესტის დროს
ჟურნალისტი ქალები, შშმ პირები, ელემენტარული მე მივიწერე კიდევაც განცხადებით და წერილით როგორც ორგანიზაციამ, რომ მომწერეთ რა გააკეთეთ ამ ადამიანებისთვის მინიმუმ ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. თუ შესთავაზეთ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრის მხარდაჭერაც, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც გაატარებს შენ ამ ტიპის ძალადობას იმ ადამიანს უნდა დაუდგე მხარში და თუ შენ ამბობ რომ შენ ხარ სამინისტრო რომელიც ძალადობა გამოვნილ ქალებს აძლიერებს თავის დროზე მე მეუბნებოდი რომ მეც მაძლიერებდი მათ შორის შენ ეს უნდა გააგრძელო მიუხედავად ყველაფრისა თუმცა ნუ რაზე ვსაუბრობთ ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება ქვეყანაში ეს სერვისი დღეს არის სადღაც თაროზე შემოდებული ჩვენ გვიწევს ხმა ღაღადებლისა ასე გამოვდივართ მშობლები რომლებიც გამუდმებით საუბრობთ იმაზე რომ ეს სერვისი არის საჭირო ამ სერვისის ჩაშვება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მშობლებმა რომლებმაც არიციან რა არის აუტისტური სპექტრი არ იღებენ საკუთარი შვილების მდგომარეობას და აღნიშნავ ეს არ არის მარტივი ამბავი, ამას სჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ხო? რომ შენ მიიღო პირველ რიგში შენი შვილის მდგომარეობა. ყველა ვერ იქნება ისეთი, რომ აღიაროს, რომ მის შვილს აქვს საჭიროება. გარბიან ეს მშობლები თურქეთში, აქ ვიღაცაები ეწევიან პროპაგანდას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თითქოს და თურქეთში ჯადოქრები მუშაობენ ექიმებად, რომლებსაც შეუძლიათ აუტიზმის განკურნება და დღეს შეიძლება ძალიან ბევრ მშობელს ეწყინოს ის, რასაც ეხლა ვამბობ, მაგრამ მე ჩემი შვილი მივიღე და შევიყვარე ისეთი, როგორიც არის და მე ვიცი, რომ აუტიზმი არასდროს არ განიკურნება, იმიტომ რომ აუტიზმი არ არის დაავადება. და აუტიზმი არის მდგომარეობა, ეს არის თავის ტვინში არსებული ნეირონების განვითარების ეტაპი, მდგომარეობა ასეთი, თავის ტვინში არსებული ნეირონების განვითარება ხდება ნელა, შეფერხებით, თავისებურად ისე როგორც ჩვენ ვხედავთ ჩვენ შვილებს, ეს არ იკურნება. სარგებლობენ მშობლების ასეთი ემოციური ფონით, სარგებლობენ იმით, რომ მშობელი გამოსავალს ეძებს, მშობელი როგორ გითხრათ, არც ერთ მშობელს ცუდი არ უნდა თავისი შვილისთვის და მე ვერ დავადანაშაულებ ამ მშობელს და ვერ ვეტყვი, რომ აი შენ ეს რატო გააკეთე, ან ის რატო გააკეთე, თუმცა მე აღარ ვიცი მე როგორ დავიცვა შშმ ბავშვი ხვდებით, რომელიც რაღაც გაურკვეველ კვლევაშია ჩართული თურქეთში და ჩვენ ვიცით, რომ ამ კვლევებზე სასამართლო დავებია დაწყებული და მე სპეციალურად არ ვასახელებ ეხლა რა ტიპის კვლევებში არის ჩართული ეს ბავშვები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველიც არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის რა და არ ხდება მე ამ კვლევების მე ამ ბავშვებზე დაკვირვება. არც კლინიკური დაკვირვება ხდება, არც შემდგომი მდგომარეობის მართვა ხდება ისე როგორც საჭიროა. აუტიზმს ახასიათებს რეგრესი და პროგრესი. ეს ჩვეულებრივი ამბავია აუტიზმში. და ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც მშობლებს აჯერებენ, რომ სასწაული კვლევა ტარდება თურქეთში, ძალიან ბევრ ფულს იღებენ ამ პროცედურებში. მშობლებმა სახლები გაყიდეს, რომ შვილები ამ კვლევებში ჩართონ. და პირდაპირ ვიტყვი რა, ჩვენ არ ვიცით რამდენიმე წელიწადში ეს პროცედურა ბავშვზე როგორ იმოქმედებს და ის რომ დღეს შეიძლება ჩემი შვილის მდგომარეობა წავიდეს პროგრესისკენ, ეს შეიძლება იყოს ძალიან ბუნებრივი და დამახასიათებელი აუტიზმის, რომელიც სწორი თერაპიებით და სწორი მუშაობით დგება. ჩემი შვილი დღეს პროგრესში როა, ხოლმე შეიძლება ისევ რეგრესში წავიდეს. ზეგ ისევ პროგრესში. ეს არის მოწყვლადი პროცესი და პლაცებოს ეფექტმა ჩემზე არ უნდა იმოქმედოს, რომ აინახეთ აი ეს რაღაც სასწაულია, არ არის ეს სასწაული, ეს არის კვლევა, რომელსაც კარგად იყენებენ იმისთვის, რომ გამდიდრდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოში. არის სასამართლო დავები დაწყებული, ყავს დაზარალებული ბავშვები. მე ვერ ვიცავ ამ ბავშვებს. ბავშვები გახდნენ დღეს დასაცავები ზუსტად იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ყველაფერში რთავენ მშობლებს. არ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება ბავშვებზე და ადამიანებზე. ექსპერიმენტები დღეს უკვე იგრძელება ცხოველებზეც. და ჩვენ პირდაპირ ჩვენი ნებით მივყავს შვილები თურქეთში იმ იმედით, რომ სადღაც ჯადოსნურ ტაბლეტს მისცემენ ან გადასხმას გაუკეთებენ
ან უფრო უარეს და განიკურნება ჩვენი შვილი, არ იკურნება აუტიზმი. კიდე ერთხელ ვიტყვი, აუტიზმი არ იკურნება. აუტიზმი არ არის დაავადება. გინდათ ეს მიიღეთ? მიიღეთ, არ მიიღებთ, ამით ჩვენ ვნებთ ჩვენ შვილებს. მე მყავს ძალიან კარგი შვილი, მე მყავს ძალიან ლამაზი შვილი, მე მყავს საოცარი შვილი, რომელიც საოცრად ზერწავს და მელაპარაკება არა სიტყვებით ხშირად, არამედ თავისი ნამუშევრებით. მე მყავს შვილი, რომელმაც შეიძლება მაღაზიაში მოიპაროს მაიონეზი, იმიტომ რომ მას ეს პროდუქტი უყვარს. იმაზე უფრო მეტად ვიდრე სხვა ბავშვს ჟელიბონი. მე მყავს შვილი, რომლის საყვარელი საჭმელი არის ბურგერი და არაფერი არ აინტერესებს ამ ბურგერის იქით და პიცის იქით, თუმცა მე მყავს შვილი აუტისტური სპექტრით და მე ეს მიღებული მაქვს ისეთი, როგორც არის ჩემი შვილი. ამიტომ ხალხო გჭირდება ეს სერვისი, გჭირდება რომ გახდეს ეს სახელმწიფო სერვისი და მშობლებს გთხოვთ მოაწერეთ ხელი პეტიციას, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ჩვენზე, იმიტომ რომ ჩვენზე არავინ არ ფიქრობს დღეს. ჩვენ გვჭირდება სერვისი, რომელსაც ცუდად როცა ვიქნებით, ემოციური დისრეგულაცია როცა გვექნება, ვიღაცა გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იყოს თუ არ არის კარგად. და მხოლოდ ეს არის გამოსავალი იმისა, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები ვიყოთ ძალიან კარგად. ჩემს ორგანიზაციას ილაპარაკე, იმიტომ ქვია, რომ ალბათ აქტივიზმი დაიწყე ლაპარაკით და ჩემი გადაცემით, რომელსაც ერქვა ილაპარაკე, რომ გოგონებს და ქალებს ვეტყვი, თუ ხვდები, რომ ხარ ტოქსიკური ადამიანის გვერდით. და ეს დოფამინი, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში იყო ძალიან ეიფორიული, სადღაც გაქრა და დღეს შენ თავს გრძნობ ძალიან ცუდად ამ ადამიანის გვერდით, ეს შეიძლება იყოს შენი ოჯახის წევრიც, გახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ შენ. პირველ რიგში უნდა აირჩიო შენი თავი და შენი ჯანმრთელობა, იმიტომ რომ 90% ძალადობა გამომული ქალებისა სხვადასხვა დაავადებებით იტაჯებიან შემდგომ. ჩვენი შვილების წარმატება არის დამოკიდებული ჩვენზე და ჩვენს მხარდაჭერაზე და ჩვენს მიმღებლობაზე. მიიღეთ დიაგნოზი თქვენი შვილის, იმიტომ რომ დიაგნოზზე მეტია ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად შეხედავთ და დაინახავთ და ეს ბავშვები აუცილებლად დაგანახებენ იმ შედეგს, რომლებსაც დადებენ. და მესამე, გახსოვდეთ, რომ ბრძოლა ერთი ადამიანის კიდევ უფრო ძლიერი ხდება, მაშინ როცა ეს ერთი ადამიანი მხარდაჭერილი ხდება მეორე ადამიანისგან. ყოველთვის იყავით მხარდამჭერები. არა მხსნელები არ გვჭირდება ჩვენ, არც ქალებს და არც შეშომპირებს. ჩვენ გვჭირდება მხარდამჭერები.